მინდა იწყებს ახლა. ახლა მე დავიწყებ. დავაი. მოგესალმებით მედანეებო, დღევანდელი თემა შევარჩიეთ ესეთი აქტუალური პრობლემა არის დანის შერჩევა. ნუ ჩვენი გამოცდილებით მე თუმეტეს რომ ხშირად გვეკითხებიან აზრს თუ როგორ შევარჩიოთ დანა და რას ურჩევთ და ასე შემდეგ და გადავწყვეტ რომ ვიდეო დავუთმოთ მთლიანად მაგ თემას. არა, მთლიანად არა. ნაწილი ახალი დასკვნა შემოგვესწრო ერთ-ერთ დანაზე სამხაროულიდან და იმაზეც გავაკეთებთ ჩანართს. ჯერ ხომ მაგაზე არ მოვიშვებო. ალბათ მოდი ძალიან არ შევყვეთ და და მაგაზე და მე გავაგზავნოთ რომ როგორ შევარჩიოთ დანა. მეც მოგესალმებით ძვირფასებო. აბა აი ახალი დასკვნა სულ რაღაც 3 დღის წინანდელია. მომეშველებდი ხელი შენ ამაზე. ეს დასკვნა აგერ მე ხა ისეთი გამოცდილი არ ვარ როგორც გიორგი, მაგრამ კიდევ უფრო უცნაური დასაფასებელი არის სიმართლე გითხრა, მე ვხედავ რომ ნამუშევარი არის, ნაფიქრი არის, ეს რაღაცა უპატვიცემულოდ ჰარლოვზე ჩაწერილი არ არის. უკვე აი ეს ვაჩვენოთ ერთი წუთი, ეხლავე ის სად არის ფოტოები? ბოლოშია, ბოლო სურათი არის. აი შეხედეთ მეგობრებო უკვე ეს არის ახალი და HD პრინტერით. ხე სიმართლე გითხრა, ხეს ხო მოძიება უნდა ოღონდ ხეები რო სხვადასხვა არის სირბილის მიხედვით. მაგაზე მივალთ მე ნენელა ახლა. იმუშავეს. მადლობა. ნამუშევარი არის. თემა რა არის ახლა რა ხდება? ნუ ეს გეცოდინებათ რომ თავისი არსით არ არის, დანების შეფასებაში არსსაც შევეხეთ და წარმომავლობას და ასე შემდეგ, თავისი არსით არ არის და მე დავინტერესდი რომ მე ეს თავისი არსით არის თუ არა ცივი არაღი. ხო და ავდექი და ახლა წვეტიანი ეს იყო და დაუბლაგი ამასაც წვეტი და მივიტანე რომ შეგვემოწმებინა, თქვათ ეს არის თუ არა ცივი არაღი. ერთ და იგივე მოდელია მეგობრებო, რო იცოდეთ, ბოკერ კალაშნიკოვი არის XXL. ხო და ნუ ამ შემთხვევაში ეს არ არის ცივი არაღი და ამაზე მივიღეთ დასკვნა რომ ეს არის ცივი არაღი. ზუსტად იგივე დანა არის, ყველაფერი იგივე აქვს, წვეტი ჩაინას თამას ბლაგვი აქვს. წვეტი მიშა. მე ძალიან მარტივ იმას შემოგთავაზებ რა. შემოგთავაზებ. ეხლავე წამი. ნუ, ჩემი აზრით მეგობრებო, წვეტი ნუ თან გვიწერია ხო? კანონში არა თვითონ ის. ჩანს კამერაში. კარტი მიდი. ესეც და ესეც. ნუ ესეთი რა კი ბატონო. ან მოყავა გახია. ეხა ეს. მწოლეტავი არის. კი ბატონო. აბა ესეც ჩავარტყა? კი ბატონო. აგინდა ძმა. აჰა, ჩავიდა. ანუ ის მოყავს უფრო მაგრად ხეს. ნუ ეს გლიჯავს. არა, ეს ჩოლეტავია, მიშა. ჩოლეტავია, აგინდა. შენ აქ ცივი არაღი მეგიტანი. ცივი არაღი მემიტანია. აი ჩოლეტავს რა და მე მაინტერესებს ახლა რა არის ჩოლეტავი, სადაც გადის ბავშვი. მაინტერესებს. კი, ზღვარი სად არის რა და იდეაც ეგ იყო ამ ყველაფრის. იმართლე გითხრათ არ ქონათ არანაირი მნიშვნელობა რას დაწერდნენ, ცივი რას დაწერდნენ თუ არ დაწერდნენ. ლევან, თუდად ნუ ხედავ, იხალისე პროცესით ჩვენი ჯევა იქნება. ნამდვილად, აბა ამას კაი გასართობი რა უნდა იყოს. მე ალბათ სხვა ვითარებაშიც გავიცნობთ ერთმანეთს. და ფინალში მე ერთად რესტორანში კაი სტეიკის დანებით მივახშოთ. ხო და ვაგზავნებთ მოკლედ ამ პროცედურას და გვაინტერესებს რა არის, სად გადის ზღვარი. ახლა ეს არ არის ცივი არაღი, ეს არის ცივი არაღი, ნუ წვეტი აქვსო რა, ხეში ერჭობაო რა და მიშა გახსენი, გინდა წვეტიანით, გინდა არაწვეტიანით. ხელით გახსენი? ეს წინა ვიდეოშიც იყო, მაგრამ ამომიდი გახსენდი. ამას გაჭრა უნდა გავგლიჯო გიო. გაშეგლიჯა თუ გინდა ეს. შენ როგორ ხსნი ხომ? ზოზე. რა უჭრი რა? ჭრი პროსტა. აჰა. უი, მივხვდი ამათი მესამე. არა. არა? მესამე არა. აჰა. იგივეა, მაგრამ იგივე, უბრალოდ ეს იმენენოი წვეტია რა. ეს საბრძოლო დანა არის საბრძოლო ომში როცა ხვალ ისე. აი, ხო და ნუ მოკლედ რახან ეს ცივი არაღი არის, ამაზე უფრო ჩოლეტავი ჩვენ აღარ გვჭირდება და დავაბლაგოთ კიდევ უფრო მეტად. სადამ დავაბლაგოთ, ოღონდ ეგ გადასაწყვეტი არის მიხეილ. ნუ ამასთან შედარებით კიდევ რამდენიმე მილიმეტრით მოვამოკლებ, ხო და? კი. ლევან, თვათ ნუ გავამჟღავნებთ კიდე რას ვიზავთ თუ როგორ ვიზავთ, მოკლედ კაი, გადავთ. ხო, ლევან მოვდივართ. კაი და ნუ მე შემდეგ დასკვნით სადაც გაგიზარდა. ლევან ძმაო, აი გულახდილად გეუბნები, ყოველგვარი რაღაცა არის ფიქრო, რომ ანუ აი სულ ესეთი ხალისიანი ფერებით და ნათლად და გემრიელად გვეცხოვროს ჩვენს და ჩვენს. ასევე, გაიხარე. მოკლედ გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს. კიდევ გექნება სხვა რაღაცები გასახსენებად. გადავედით. გადავიდეთ. ეს ცივი არაღი მოვაშოროთ. კი ბატონო. თავისი არსით არც ეს არ არის, მაგრამ იმდენად ცივია მიხეილ.
ბუნებით ხელი გაგიცივდა პირდაპირ, ხო? ბუნებით რომ ეს ცივი არაღი არის. მოკლედ ამით ის რეალური არ შეიძლება. როგორ ვარჩევთ ახლა დანას? აბა ბატონო გიორგი? ხო. ნუ შევარჩიოთ. თქვენ დაიწყეთ? ნუ ერთ-ერთი აქტუალური კითხვა არის, რაც მე მესმის ჩემ მიმართებაში, რომ შემოდიან ხოლმე, რომ როგორ შევარჩიოთ დანა. პირველი, ფიქსი თუ დასაკეთsi. ალბათ პირველი მაგით უნდა ჩამოყალიბდეთ რა. ნუ ალბათ მოდი იმაზე ვისაუბროთ, რომ ადამიანი თავისთვის რო არჩევს. სასაჩუქრად რო ყიდულობს, ის კიდევ სხვა თემა არის რა და იქ ძალიან პირობითი არის და ძალიან ბევრი შეიძლება შეიძლება. როცა თქვენ ვიყიდულობთ დანას, პირველი ჩემი აზრით უნდა ჩამოყალიბდეთ ფიქსი გინდათ თუ დასაკეთsi გინდათ რა. შენი აზრით პირველი მთავარი. ერთმნიშვნელოვნად ეგ მომენტი არის, ანუ მან შეიძლება რაღაცა რისთვის გინდა, მაგრამ ეგ რისთვის გინდაც მერე მოდის რა, ანუ ფიქსი და დასაკეთში შიგნით იშლება რა სხვადასხვა მიმართულებებით, ანუ ეგ უნდა გადაწყვიტო რა. მოდი აუცილებლად უნდა ითქვას ისიც საკოლექციოდ გვინდა თუ მოსახმარად. თუ უბრალოდ მოსახმარად გვინდა, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული არის უკვე მანდაც რა. თუ საკოლექციოდ გვინდა, საერთოდ სხვა პრიორიტეტები და სხვა კრიტერიუმებით უნდა შეერჩეს დანა, თუ მოსახმარად გვინდა, მაშინ კიდევ იქ ძალიან სხვა არის. დღეს უფრო მეტად მოსახმარზე ვისაუბროთ. კი, შეგადაშიგ შევეხოთ საკოლექციასაც, მაგრამ უფრო მოხმარებისკენ კაი, წავიდეთ მოხმარებისკენ. კი ბატონო. ფიქსებში ხوار განვიხილოთ ვაფშე ფიქსებში. თქვა ადამიანი მოვიდა და ფიქსი უნდა ადამიანს. და შევადაროთ ორი ფიქსი, მაგალითად ორი სანიმუშო განსხვავებული დანიშნულების ფიქსები გვაქვს თავისი ქარქაშებით და ყველაფრით. აჰა, სანიმუშოდ გვაქვს მოკლედ მეგობრებო ZS 0004, ხო და ეს 0006. კი ბატონო. მოდელები. კაი, მოკლედ ორი ძირითადი დანიშნულებით არის დანები რა ვახჩევთ ფუნქციურ დანებს. იდეაში ესენი საკოლექციოდაც შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან მაგარი დანები არის. პირველი, მართალია. გვინდა უხეში მოხმარებისთვის საჯლაგუნო დანა. კი ბატონო. თუ გვინდა რომ თქვათ ჭრისკენ იყოს გადახრილი დანის თვისებები. ერთი კიდე რასაც ვიტყვი რა მიხეილ და მინდა რომ თქვათ ყველამ გაიაზროს. უნივერსალი დანა არ არსებობს. ყველაფერში მაგარი იყოს. დანის თვისება ან ჭრისკენ არის ძალიან გადახრილი, ან ძალიან უხეში მოხმარებისკენ, ან თუ შუალედი არის, აი ქალაქის ჯიპებს რო ვეძახით, პარკეტის ჯიპებს, არც იმაში რო არ არის ძალიან მაგარი და არც იმაში რო არის ტურისტულ დანებს ეძახიან. ხო რა, ნუ ეგეთი თემა არის. ეგ უნდა იცოდეთ ყოველთვის რომ რაღაცა კომპრომისი გიზოთ რაღაცა თემაში. სხვა ეხლა ფოლადიც მაგ კომპრომისში შედის ზუსტად. ფოლადის მაგ კომპრომისში შედის. ფოლადიც ხوار ვისაუბროთ, მაგრამ ფოლადის კითხვა გვიწერია. მოდი ერთს ჩავამატებ. ეს ორი დანა მე იმიტომ მომეწონა გიორგის არჩევანია, რომ აი ამ ორ დანაში ძალიან თვალნათლივ ჩანს ფოლადის და მასალების შერწყმა დანიშნულებასთან. ეს თუ ავიღებთ, რომ არის უფრო სანადირო outdoor, ანუ მაგ მიმართულებით დანა, აქ შეგვიძლია ძალიან ისე დავინახოთ, რომ ქრუვიარე გვაქვს, ბუნებრივი ისეთი თბილი მიკარტა გვაქვს და ესეთი თბილი მასალა ტყავი. კი ბატონო. აქ გვაქვს უკვე სამივი გვაქვს, ჯიათი არის, ფულტანგი გვაქვს, მაგრამ ეგეც ფულტანგი არის. კაიდექსია უბრალოდ. კაიდექსი არის. დანა ახლა თვითონ დანის პირი ბევრად სქელი არის. მოკლედ დანიშნულება ამისი არის, ბევრად უფრო უხეში მოსახმარი ის და ფოლადის შესაბამისად არის შერჩეული. სამივე ფოლადი ისეთი განსაკუთრებულად არ ჭრის, მაგრამ არანორმალური რესურსი აქვს, თქვა დარტყმაზე და თქვა უხეშ დატვირთვებზე. დანაც შესაბამისად არის შექმნილი, სქელი არის, დაშვებაც შედარებით სქელი აქვს, ფორმა ყველაფერი შესაბამისი აქვს, რომ ეს უხეში მოხმარებაზე ამდენას გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ჭირთაც გაჭრის, მაგრამ გაჭრის. ახლა გარდაც აქვს ამას დამატებული, ანუ კაი საბრძოლო დანაც არის რა. კაი საბრძოლო დანაში შეგვიძლია რომ გავიღოთ. ხო და ეგეთ სიტუაციაში თავი პრიორიტეტი ხო ხელმძღვანელობენ თავი პრიორიტეტი ამ დანისთვის რა არის? ანუ ყველაზე ცუდი რა შეიძლება დანას შემთხვევაში რომ გადაწყდეს. კი ბატონო. სხვა შეიძლება იმ დაბლაგვებასაც უშველოს, ყველაფერს უშველოს, მაგრამ ადამიანმა ექსტრემალურ პირობებში ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს არის რომ გადაწყდეს და ამ ფოლადს ახასიათებს ყველაზე მეტი მედეგობა. ხო, ამას თუ გადატეხავთ, ესე იგი თქვენ უკვე დანა კი არა, სხვა რაღაცა გჭირდებათ. ხო, ეგეთებიც არის, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ესა გვაქვს. ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვაქვს უკვე ჭრელი დანა შერჩეული. წვეტი არის, აქაც მაქსიმალურად გაძლიერებული, მაგრამ მაგის მიუხედავად ეს ასე ვთქვათ, გვაძლევს პირის ფორმა, ანუ ჭრაზე მუშაობას, გატყავებაზეც გვაძლევს, ანუ თავისუფლად შეგვიძლია რომ ნანადირები გაატყავო, просто ხა ისე ის კითხვაც იყო რა, ეს სანადირო დანა როგორია და ასე შემდეგ რა და მაქვს რაღაც თავისი სტანდარტი და მოდი მე ვიტყვი თუ გინდა მაგ სტანდარტს. ანუ სანადირო დანის, ანუ სისქი არ უნდა აღემატებოდეს 4 მმ-ს. 4 არა. 3.5 ჩემი არის იდეალური. სანადირო დანაზე, ანუ დაშვება, ანუ უნდა იყოს
არა უმეტეს 0.5-ისა. მართალია. ბატონო, უმჯობესია 0.4 და 3.5 შეიძლება თუ იცის კაცმა მოხმარება. და მოდი სიგრძესაც შევეხოთ, იმიტომ რომ ჩვენთან გონია თუ რაღაცა დიდი უშველებელი დანები მოაქვს ხოლმე გასალესად ხოლმე რა და ჩემი აზრით ალბათ 1.13-14 სანტიმეტრი სავსებით მაქსიმუმი პიკი არის 15 რა. 15-ის იქით უკვე სანადირო კი არა, რაღაც სხვა არის რა. ამ ყველაფერში ეს ჯდება. ეს სხვა კატეგორიაშიც გავა, ქროვი არის გამო, ეს კარგად საჯლაგუნოა, მაგრამ ძალიან კაი ფუნქციური დანა არის ყოველდღიურ მოხმარებაში. კეთილი, მოკლედ. პირველი თუ ჩამოყალიბებით რომ ფიქსი არის, დანარჩენი უნდა დაფიქსდეთ მე რისთვის გინათ ის ფიქსი და იმის მიხედვით ეგ არის რა. სამოხმარებლო დანა სხვა არის, უხეში და მოხმარების დანა სხვა არის. გაითვალისწინეთ, რაც უფრო კარგად შეხავს, მით უფრო ცუდად ჭრის. სხვა ფორმულა მანდ არ არის. დანარჩენი ლურსმენს რო ურტყავენ და რაღაცებს რო ურტყავენ და ყველაფერს რო უძლებს, იცოდეთ რომ ის დანა ვერ ჭრის. და კიდე ლურსმანს რო ურტყავენ და მე რო ფურცელს გაჭრიან ხოლმე, კარგად დააგვირდით რა, ანუ ლურსმანს აქეთ ამ ხარეს ურტყავენ ხოლმე და ფურცელს აქეთ ამ ხრიდან ჭრიან ხოლმე. იცი რა არის კიდე ლურსმნის ჭრას 50 გრადუს ზემოთ ჭრის რა, ფენქ-ფენქს გადავაჭრენი ლურსმანი 50 გრადუს ზემოთ გალესილი და 50 გრადუს ზემოთ გალესილი ფურცელს ჭრის. ფურცლის ჭრა არაფრის მომცემი განსაკუთრებული ტესტი არ არის. პროსტა უბრალოდ გეუბნებათ იმას რომ ფურცელს ჭრის. მისას პამიდორს ვეღარ დაჭრის მე რა. კი ბატონო. კი ბატონო. კაი, ფიქსები მე მგონი გადავდეთ გვერდზე. ის ფიქსი? დანები ცოტა ხანი თავი ფიქსს რა. კაი. სხვა კატეგორიაში მივალ მაგფიქსთან. დასაკეთზე, როდესაც მიდგება საქმე, იგივე პრინციპით შეგვიძლია დასაკეთი დანებიც გავყოთ. კაი, არა, დასაკეთი ცოტა მეტ ჩაშლას გავაკეთებდი, იმიტომ დასაკეთებში ჩემს უკვე შემოდის აქსესუარები და ფიჯეტებიც. ვისაც აი დანა უბრალოდ აქსესუარად ჭირდება. მართალია. კაი, თუ დასაკეთისკენ გადავედით, დასაკეთშიც იგივენერად ვეუბნებით რა გვჭირდება. მთავარი არის რისთვის გვჭირდება დანა. ფოლადებს ხარ შევეხოთ უკვე შევეხოთ. აი, მაგის მერე აქტუალურად ისმის ხოლმე კითხვა, თქვათ რომ საუკეთესო ფოლადი რომელია მესმის დამწყებისთვის აბსოლუტურად ადეკვატური კითხვა არის, უბრალოდ არასწორი კითხვა არის, არასწორად დასმული კითხვა არის, იმიტომ რომ არ ესმიან ადამიანებს და შესაბამისად საუკეთესო მანქანა რომელია, როდესაც კითხულობ და შეიძლება დაუშვათ თქვა, რომ არის საუკეთესო თქვათ Rolls-Royce. მაგრამ Rolls-Royce, ანუ გაკეთებული Rolls-Royce და დანარწმი Rolls-Royce ხო არ არის ერთი და იგივე, ხო? გაკეთებული ჯობია. იგივენაირი არის პირობითად, ანუ მაგნაკატი, როდესაც არის კარგი წრთობით და კარგად გაკეთებული და როდესაც გადამწვარია ან პირიქით. კი ბატონო. აი ერთ-ერთ მაგალითად მოვიყვან S30-ის მაგალითად. აი კრისრივი რო ფოლადიც არ უჭირს ადამიანს და პირიქით მაგასთან ერთად ბევრი იმუშავეს და მოიგონეს ეს S30 კრუსილმა და მეტალურგებმა რო იმუშავეს, ანუ მაგ ადამიანმა ჩათვალა რომ ეგ არის საუკეთესო ფოლადი და არა S30-ით დაიწყო და ეს შემდეგი თაობა იყო S35, მერე S45 იყო რა რაღაც ფსისებები გამომჯობესეს, მაგრამ ადამიანმა ჩათვალა რომ საუკეთესო S30 დიდად განსაკუთრებულად ვერ ჭრის. D2-ზე გაჭრას ცოტათი უკეთესად. ტესტებში რაც მინახავს, ცოტათი უკეთესად, მაგრამ ადამიანმა ჩათვალა რომ დაბალანსებული ფოლადი არის კარგი და არა ის რომ მხოლოდ ჭრისკენ იყოს. Rex 121 ჭრის, ბევრს გონია რომ Rex 121 მაგარი ფოლადია. კი, ყველაზე მეტ ჭრის, მაგრამ რავი, ვის რა ჭირდება ეს მეტი ჭრა, ძალიან რთული სალესი არის, ძალიან ნადვილად ტყდება, ჟანგდება და მოკლედ. მოდი, ეხლა ჩამოთვალე რა, ესე იგი, შენ თვითონ თქვი ფოლადის კრიტერიუმები რა, ანუ ჟანგვა მედეგობა, ელასტიურობა, დუქტილიტი, კი ბატონო, ხრევადობა, ხო, ნუ არის როკველაჟი, ანუ მაგ შემთხვევაში, ანუ მაღალი, დაბალი. აი, ცოტა არ შევიდოდი რაღაცა ის ხაზები მანდ თაფნესი და დუქტილიტი და ისინი, მაგრამ მოკლედ, დანა რომ ადვილად ილესებოდეს, კი ბატონო, დანა არ ჟანგდებოდეს, ადვილად ლესვასთან ერთად უნდა ჭრიდეს დანა და ადვილად არ უნდა ტყდებოდეს, მეტი სხვა ფოლადში არ არის. დანარჩენი როგორც იქ იყო, რო თქვით, რომ აი ჩეხვისკენ არის თუ ჭრისკენ, ხო, აქაც იგივენაირად არის. ყოველთვის ბალანსი რაღაცისკენ მიდის. 10 ბალით რო შევაფასოთ ეს 4 ჯგუფი, ანუ თითეულში 5 მაინც თუ აქვს და 5-ზე ქვევით თუ არ ჩამოდის, ეს იქნება უკვე ძალიან კარგი ფოლადი. ძალიან დაბალანსებული ფოლადად. კი ბატონო. შესაბამისად, ეს უკვე ყველამ თვითონ უნდა გადაწყდეს რა არის მისთვის პრიორიტეტი თქვა თუ და რა ჭირდება, ადვილი ლესვა ჭირდება, უჟანგაობა ჭირდება, ჭრა ჭირდება თუ რა ჭირდება. ასე რომ მაგაზე პასუხი ესე არის, საუკეთესო ფოლადი რომელია, არ არის რა, რისთვის საუკეთესო. უფრო რო გავამარტივოთ, მოკლედ რა, ძალიან კარგი ჭრა და სამაგიეროდ, ანუ გატეხვას და ასე ვთქვათ, შესაბამისად მოვლას და ჟანგვას აიტან, თუ პირობითად ძალიან უჟანგავი გინდა, მაგრამ ჭრაზე თვალს დახუჭავ რა, ანუ აი რაღაცა მაგდაგვარათაც შეიძლება რომ დააწყველმა. კი, მოკლედ. დანარჩენი კიდე მაგისთვის აქ ვართ და ჩვენი თანამშრომლები რომ თუ რაღაცაში დახმარება უფრო მეტად დაგჭირდებათ, ადგილზეც გაგარკვევთ.
კი ბატონო. სხვა ნიუანსებში. კაი, მოდი შემდეგ გადავიდეთ, ეგენი ყველაფერი შევარჩიეთ. ინსტრუმენტი გვჭირდება, მოდი ინსტრუმენტისკენ წავიდეთ ჯერ. საკოლექციოები და ისინი ცალკე გამოვყოთ მერე ფიჭეტები და ქსოვრები. რეზა კიდე ეს როგორია? ხო, ინსტრუმენტზე წავიდეთ. კი ბატონო, კი ბატონო. ინსტრუმენტებშიც რა იგივენაა უხეში მოხმარება და დასაკეთს უხეში მოხმარების გვინდა თუ მჭრელიდანა გვჭირდება ლომიკი. ნუკა, ადე 15 დევს მე მგონი მათ. ლომიკი კაკრას. კი ბატონო. აი, კაი ლომი. აჰა. კაი ლომი. აი მეგობრებო, დასაკეთს დანებში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ჩამკეტი მექანიზმები აქვს. ნამდვილად სკორპიონს ხო და კი, ეს სკორპიონლოქი არის და აი ისიც მაიტა, ეგეც კაი ნიმუში არის. როცა უბრალოდ ინსტრუმენტები გვჭირდება, ჩემი აზრით, American Lowman-ი, ადე ესა Cold Steel-ის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი არის, მჭრელი. მე ეს დანა მაგრად მიყვარს. ძალიან. თხელიც არის, მსუბუქიც არის, საიმედო ჩამკეტი მექანიზმიც აქვს. ფოლადი S35-ზე არის, ჭრის კიდევაც ადვილად არტყდება, კიდევაც ადვილად არ ჟანგდება კიდევაც, ყველაფერი აქვს აი ესეთი, როცა ინსტრუმენტი გჭირდება. უხვეში მოხმარებისკენ, ლომიკისკენ, უკვე ადე 15. თუ სუპერ ჭრა თუ გჭირდება? ო, სუპერ ჭრა თუ გჭირდება, უკვე მაქსიმум. აი მანდ უკვე ცოტა სხვა თემა არის. ეს უკვე რაღაც აქსესუარიც არის, იმდენად ლამაზდანებს აკეთებს. ეგ ახლა კარგი, მაგრამ ანუ მოდი რა, კი, აქსესუარია, მაგრამ ეს ხო პირველ რიგში არის ინსტრუმენტი, hollow grind-ით არ ვიცი, S90 ვით და აი გაჭერი მის დედავატირე დიმპიტაური. სულ რომ ბევრი დანები არ მაქვს მე კოლექციაში, მაგრამ მე მგონი ბევრი მოვაგროვე, მაგრამ რაც უნდა იყოს, აი ეს დანა მიდევს. სხვა ვერსია მიდევს, სხვა მოდიფიკაციით არით, მაგრამ აი ეს მოდელი მიდევს. აი ეს არის ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი დანა და მით უმეტეს აი ეს მთელი სიამოვნებას მან ეს გახსნა დაკეტვა. ამ მომენტში მოდი რა შემოვიყვანოთ რომ როდესაც ლომიგზე და რეზაგზე მიდის ანუ უხეშ მოხმარებაზე და ჭრაზე და აი აქვე გამოჩნდა ერთი დამატებითი ფაქტორი რომ ეს უკვე შეიძლება როგორც საკოლექციო და ესეთი ვიზუალური ეფექტის მოხდენის მიზნითაც კონდეს ადამიანს ასევე პირის ფორმები რო განსხვავდება დანებში ხო აი ბატონო რა სხვადასხვა დანა ეს არ არის სილამაზეს გულისთვის გაკეთებული კი ბატონო ან უმეტესობას აქვს ძალიან ესეთი ლოგიკური ახსნა რა ამაზე ძალიან სიღრმეებში არ წავალთ და უბრალოდ ვიტყვით რომ პირობითად ანუ ეს კონკრეტული აი ამას ქვია შიფსფუთი ანუ ცხრის ჩლიკი თუ სწორედ თარგმნი კი ბატონო და ვარნკლიფი ანუ იმის ქორის კი არა რა ქვია ვარნ რა არის კლანჯი მოკლედ რა ანუ ორივეს ანუ ამ შემთხვევაში თუ დააკვირდებით, არ აქვს ძალიან მჩხვლეტავი ისეთი გამოკვეთილი რაღაცა საოცარი წვეთი. არა და მიუხედავად ამისა, ორივეს წვეთი აქვს. ანუ გულისხმობ აი ხო, მჩხვლეტავი არ არის. მჩხვლეტავი არ არის, ანუ ორივე არის ჭრაზე. შესაბამისად, ანუ საჭრელ თემატიკაში, ანუ არის ძალიან კომფორტული რა, ანუ გარდა იმისა, რომ შეგიძლია ესე არ გიწევს რა, რა ქვია, დაჭრა რა, ანუ ძალიან მარტივად. მე თუ მკითხავ ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურად ესენი ჩვენთან არ არის იმდენად პოპულარულები მსგავსი დონის ფორმები, მაგრამ ეს ბევრად პრაქტიკული არის, ვიდრე მჩხვლეტავი დანისპირები, არა მგონია 100%. და ამ დანაზე სიმართლე გითხრა, ყველა სხვა გვაქვს ჩვენ რაღაც ისინი სიგიჟეები და აი ვფიქრობ ხოლმე ამ დანით, რომ ვერთობი ხოლმე, რომ აი რომ დავბერძები. ამ დანას უკვე მეტად აქტიურად გამოვიყენებ უკვე რაღაცეებში. თორე აი აგერ ეხა შემოვაცუროთ, მოდი რა, აი ჰოუკბილიც რომელიც არის უკვე ქორის კლანჭი და ეს კი არის სერეიტორით ამ შემთხვევაში და ეს ცოტა უფრო რა ვიცი რა თოკის გასაჭრელად თუ გამოიყენებ, მაგრამ ამ დაგვარი პირით არის მაგალითად სამყნობი დანები. ანუ რომელთაც რა ვიცი რა დამყნობა ხდება და ანუ ეს ყველაფერი იმიტომ აქვს რომ წრეზე მოხერხდეს, ანუ პატარა გადაჭრა რა, ანუ დანიშნულება აქვს ყველაფერს. აი, ყველაზე კლასიკური ფორმებზე, აი ეხა არ მინდა საუბარი. აი, მოდი ახლა საუკეთესო ფოლადზე ასე თუ ისე ვისაუბრებთ. დაშვებებზე. დაშვების პლუს მინუსებზე თქვა. აუცილებლად. ძირითადი ორი დაშვება განვიხილოთ თუ მოდი, არა, სამი ვთქვათ. ლინზა, hollow grind და ჩვეულებრივი flat grind. ხო და მოდი მაგაც ალბათ იქიდან უნდა გამოვიდეს, რისთვის გჭირდება დანა და რაისთვის უნდა იყოს მოსახლე. რა უნდა დავჭრათ? ხო, რა უნდა დავჭრათ? ეხლა მაგალითად აი ეს არის hollow grind, შიდა ლინზა. მაგას სურათად დავუხსოვთ, შიდა მუცელი აქვს შიგნით გამოყვანილი. ესენი არის ძალიან მაგარი მჭრელები. თუმცა უხეშ მოხმარებაზე ძალიან ადვილად ზიანდება და ვერც ჭრის კარგად. წვერის საპარსები არის ეგენი.
ვერ ჭრის კარგად, იმიტომ რომ მთელი თემები არის, გვერდები არ ეშველება ჭრაში რა, მაგრამ სამაგიეროდ ნებისმიერი პროდუქტი, კარდონი, ფურცელი, თოკი, ტომარ, ყველაფერი რაც იქნება, ყველაფერში უკეთესად ჭრის და ლესვაზეც თქვათ მეტი რესურსი აქვს. ეგ დანიშნულებას თუ შევხედავთ. კაი, ეგ არის flat grind-ი. ახლა ეს არის ასევე ფიქსი და ცოტა თემატურად შეიძლება გაგვექცა თემა, მაგრამ აი როდესაც ვიზახით რომ რაში გჭირდება ფიქსი. ანუ აი წარმოიდგინეთ, ეს არის ფიქსი, რომელიც თავიდან ბოლომდე არის outdoor სამზარეულოსთვის იდეალური რაღაცა რა. ანუ ეს უკვე ჯოზეფ ვეროს ნამუშევარი არის, არ არის ეს იაფის სიამოვნება, აქ უკვე ფოლადი გვაქვს M390, ლიმიტირებული გამოშვებაა და ანუ შორს რო არ გავიქცე დააკვირდეთ, აქაც ჩიფსფუთი არის და ანუ პირის ფორმა არის ისეთი რომ ანუ აი შინკავაც არ ვიცი ქართულად როგორ არის, პროდუქტის ჭრა არის, ანუ ერთი სიამოვნება არის და ვისაც გარე სამზარეულო გიყვართ, ძალიან ყურადღებით იყავით ამდანასთან რა. აი ესეც flat grind-ი და round-ი და მისი პლუსები და მინუსები. ხო, დაშვებებსა თუ ვისაუბრებთ, ამას ძალიან ბევრი პლუსი აქვს hollow grind-თან შედარებით. ელემენტარული მყარ პროდუქტებზე რომ მიდგება საქმე, თქვათ, იქ დასაჭერლი რო იქნება, სტაფილო იქნება, რაღაცა მსგავსები, ხო? აი ეს hollow grind-იან დანას ბევრად უფრო აჯობებს. ანუ გვერდები მიეშვა. hollow grind-ს მაგალითად არის ფოლადები, რომელზეც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ რეკომენდირებული არ გაკეთდეს მათზე hollow grind-ი. ფოლადებზე? კი ბატონო, კი. ხო, ეგ ალბათ რომელიც უფრო სხრევადი არის, მაგალითად ZDP-ზე hollow grind-ი არ არის რეკომენდირებული და კი. ანუ ბერადი მაგიტოა რომ მაინც აკეთებს. ანუ ბერად სუსტი არის რა, შეგიძლიათ ბევრად მეტი ფოლადი აქვს ამოღებული, დათხელებული არის და შესაბამისად მარტივი გეომეტრია და ფიზიკაა ეგეც რა. კი ბატონო. მოდი ჯიბის დანებზე რომ საუბრობთ, აქსესუარებიც ხარ შემოვიყვანოთ. აუცილებლად. ჯიბის დანებში ძალიან გავრცელებული არის, რომ ადამიანს უბრალოდ აქსესუარი ჭირდება და არ ჭირდება, თქვათ, რომ რაღაცა ფუნქციონალით იყოს რა, უბრალოდ ფიჯეტი უნდა, რაღაც აქსესუარი უნდა. აქსესუარებში ყველაზე მეტად მე ძირითადად მახსენდება მაიკროტეკები ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ძირითადად ავტომატურ დანებზე მოდი მაგაზე შევთავაზოთ, რომ არის რაღაც ტაქტიკური დანიშნულების, ტაქტიკური დანიშნულების დანებს არ მოვიხმართ ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაბამისად, აი ეს დანები მაიკროტეკი პოპულარული არის, ძირითადად მე გამყავს აქსესუარების კატეგორიაში. ეს თან კაი მოდელის შეგირჩევი, იმიტომ რომ საფულეც ეს არის რა, ქეშის აქსესუარი არის. რა შეგიძლია მაყუთი ტანტოც გვაინტერესებდა როგორი არის. ამ შემთხვევაში ეს უკვე ამერიკული ტანტოა, ხო? ამერიკული ტანტოა და ან ტანტოს მთელი მუღამი არის, რომ შეხწევადობა, ანუ ამ გეომეტრიას აქვს საოცრად მომატებული და როდესაც მყარ ასე ვთქვათ, მასალაში გვინდა რომ შავიდეთ, მაგისთვის ტანტო არის იდეალური რაღაცა. პლუს, იდეა ტანტოსი არის ტაქტიკური, ხო, ზიანის მისაყენებელი არის. შუაში გვაქვს წვეტი რა, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ახლა ხო ეგ ყველაფერი შეგვჭირდება, არა პრაქტიკული არის. ლესვაზეც ნაკლები რესურსი აქვს, დაზიანებითაც ეს შუაში წვეტი ადვილად ზიანდება. მაგრამ ულამაზესი არის. ამ რავი ტანტოები ერთ-ერთი ლამაზი არის. იაპონური ტანტო არის, ოდნავ უკვე ეს კუთხე სხვანაირად აქვს, შეგიძლიათ იქნება ვიდეო კოლაჟივით. აქაც იგივე არის რა, როცა რაღაცა პრიორიტეტისკენ მიგდის, რაღაცის ხარჯზე მიდის რა, რაღაცის ჩადება შეგიძლიათ ზაჟიმი ეგრეთ წოდებული. რაღაცა უნდა დათმო რა და როცა აქსესუარებისკენ მიდიხარ, იცოდეთ რომ ფუნქციონალს თმობთ. რაღაცის გამო, იქ სილამაზის გამო იქნება, რაღაცის გამო ყოველ შემთხვევაში ფუნქციონალს ვაშლის გათლათ შეიძლება გაგიჭიროს რა. ანუ მაგრამ სამაგიეროდ უპაკოვკას რაღაცებს მაგას გახსნის რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში სიგარასაც ტრაქს მოაჭრის აკაიფოს. კი ბატონო. კაი. ტაქტიკური, კლასიკური ტაქტიკური დასაკეთი დანა და მისი мама, ვინც საერთოდ ტაქტიკური დანის ცნება შემოგვიტანა და რობერტ ბობ ტერზუოლა, ანუ ამ კაცს ხშირად ვახსენებთ, ერთმა ჯანი მისცეს და პროტეკის და მისი კოლაბორაცია, აგერ მისი ლოგო უკანა მხარეს, ну აი არ ვიცი რა, ეს არის მინიმალიზმის და ფუნქციონალურობის რაღაცა საოცარი ნაზავი. აი აქ უკვე აღარ გვაქვს თხელი დაშვება. მიუხედავად იმისა, რომ არც ეს არ არის ძალიან სქელი, მაგრამ დაშვებაც არ არის თხელი რა. სიმაღლეში დაბალი არის თვითონ დანისპირი, გასქელება ძალიან მაგრამ მიდის, ლესვის კუთხეც მაღალი აქვს, ტაქტიკური დანიშნულება. კი ბატონო. აი მენა ტაქტიკური დანა რა, რასაც ქვია, კლასიკა. ეგეც ზუსტად იგივე არის სხვა თემას რაც იყო, რაღაცის გამო, რაღაცის დათმობა გიწევთ ყოველთვის. ეხლა ამ შემთხვევაში ტაქტიკური რო არის, სულთად ბალანსი ტაქტიკურისკენ არის. შესაბამისად სხვა რამეებზე უკვე მოკლებული არის. სუპერჭრას ვერ მოთხოვთ ტაქტიკურობას. ისეთ კომფორტულობასაც ვერ მოთხოვთ, იმიტომ რომ ხელში ჭერა აქვს სუფთა აი ეგეთი ტაქტიკური, აი ესეთი ხელის ნაწილი და ხელის გაგრძელება ხდება. სუფთა საბრძოლთან ხო აქვს.
უცხოებში ზოგადად ჭრა ძალიან ბევრს გონია რომ აი პირობითად რა მაგალითად ადამიანი იყო რომელიც გლოკის დანაზე გვიმტკიცებდა რომ იყო მაგარი მჭრელი დანა იმიტომ კი გლოკს შეუძლია იმ გლოკის დანა შეუძლია რომ კანალიზაციის ეს პლასტიკის მილში შევარჭო და მთელი ძალით გადავხსნა ეგ ჭრა არ არის ეგ ჭრა ცალკე ეგ გახევა გაგლეჯვა მაგას ცალკე ჩემთვის ამოუხსნელი ფენომენი არის რესორის და ძველდანებზე რო იძახიან ხოლმე აი ძმაუწლები არაბლაგდება და მაგრათა ჭრის და ლუსნებს ჭრის და ყველაფერს ჭრის და აი მაგას მე ვერ ავხვდები ხოლმე ანუ ეგეც ინდივიდუალურად კი ბატონო ანუ არაფერი ჭრა არის ანუ კონკრეტულად ანუ რაღაცა მექანიკური ანუ ფუნქცია ანუ ყველაფერი გაჭრი რაღაცას ყველაფერი გაჭრი რაღაცას ბლაგვით არის გავჭერით ნამდვილად უბრალოდ ანუ რაც უფრო იოლი არის შეღწევადობა და რაც უფრო სასიამოვნოდ ხდება ეს პროცესი მით უფრო ეძახით გაიჭრას კი ბატონო და ტაქტიკურს ეგ მაგას მოთხოვთ მაგის თქვა მინდა ამას მოთხოვე კი ბატონო შედარება არ არის ჭრელ დანებთან ამის ჭრილით ვისებათო დანარჩენი გაჭრით ყველაფერი გაჭრის რაღაცას ორი სიტყვით მოდი ჩამკეტზე ვთქვათ რომ დასაკეტს დანაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანუ თვითონ დასაკეტი ხო რაც არ უნდა მყარი იყოს ფიქსი მთლად ვერ იქნება მიუხედავად იმისა რომ ბევრი მაგარი ჩამკეტი გვაქვს კი ბატონო აი ამ ჩამკეტებში რა ხდება ეგეც ალბათ დანიშნულების მიხედვით უნდა გამოვიყენოთ ისა შევარჩიოთ რისთვის გვინდა დანა კი ბატონო რაც უფრო კარგი ფიჯეტი არის უნდა იცოდეთ რომ მით უფრო არასაიმედო ჩამკეტი მექანიზმი აქვს რაც უფრო მყარი და საიმედო ჩამკეტი მექანიზმი აქვს უნდა იცოდეთ რომ მით უფრო სანდუარით მაგრამ როგორც ფიჯეტად დაკლებია შესაბამისად აგე ყველაზე კარგი საიმედო ჩამკეტი მექანიზმი ტრიადლოკი ამით ვერ ითამაშებ ახლა ხო და მაგრამ ტრიადლოკის ერთი რამ მომწონს იცი რომ ანუ ოდნავ ანუ ტრიადლოკის მოშვების შემთხვევაში რა მაინც რაღაცა ხო ნუ კაი ცალი ხელით გაახსნა დაკეტა მაგრამ ვერ ითამაშე თამაში არა ცალი ხელით მოახერხებ რა ამას ვერ ისავრ რა ამას ვერ გააკეთებ კი ბატონო დანარჩენი მოდი ერთ კიდევ ვიტყვი რა ჩამკეტი მექანიზმით უფრო არ განისაზღვრება საიმედოობა განისაზღვრება ხარისხით ანუ შეიძლება ძალიან მაგარი ჩამკეტი მექანიზმი იმდენად ცუდად იყოს შესრულებული რომ არასაიმედო იყოს მთავარი პრიორიტეტი ალბათ ეგ არის მაგით უნდა შეარჩიოთ ბეკლოკის მაგალითი გვაქვს მაგით ფანტასტიკური რა იდეაში კაი ჩამკეტია მაგრამ თუ არა ოდნავ გაგეკეცება ეგრევე იკეცება ჩემი გამოცდილებით ეგრე არის რა მთავარი არის ხარისხიანი იყოს დანა პირველ რიგში ეგ არის დანარჩენი არ აქვს მნიშვნელობა შეიძლება იმ სისქე ფრეიმი ქონდეს მაგრამ იმდენად ცუდი შეხების წერტილი ქონდეს რომ ის ფრეიმი საერთოდ არ მონაწილეობდეს და მარტივად იკეცებოდეს დანა და დანის მოხმარება კიდე არის როგორი რაღაცა, იცი, ანუ აი ამ ჩამკეტებთან რაღაცა უნდა დაამუღამოთ, არ შეიძლება დანის გამოყენება სწრაფად, როდესაც არ იცი. აი ეს ძალიან საშიში ჩამკეტებია და შეიძლება თითები დაიჭრათ. ამიტომ ფრთხილად იღავით მეგობრებო. მოდი ერთი წყორი თქვა, სანამ იქამდე გამოვალთ ის შაიბები თუ საყელურები. კი ბატონო, ანუ ეს არის ესეთი კითხვა, რომელიც ჩემი აზრით, ანუ ადრე უფრო აქტუალური იყო, ეხლა აი შაიბები კი არა და პაჩებნიკი ანუ საყელურები უკვე იმდენად კარგი ხარისხის არის რომ რაღაც დონით ანუ მე ვთვლი რომ უწევს კონკურენციას, მაგრამ თლიანობაში მოხმარების თვალსაზრისით შაიბა უკონკურენტო არის. ხო, ბატონო. ეგეც იგივე ფუნქციონალიდან გამოდის რა. თუ დანას უთამ მოსახმარად გინდათ და ფუნქციონალისტვის, მაშინ ну, შაიბა ჯობნის ჩემი აზრით საკისრებს. მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძირითადად როცა მსუბუქი საქმიანობისთვის ვიყენებთ და ფიჯეტად და აქსესუარებად ვიყენებთ, მაშინ მაგ შემთხვევაში უკვე საკისრებს გავუწევდი რეკომენდაციას, ბევრად კარგი სათამაშოები არის. აი ამ ყველაფერს, როდესაც ადამიანი ასე ვთქვათ, უკვე გაერკვევი და გადაწყვიტა რა გინდა, როგორ გინდა და უკვე რაღაცა საინტერესო სიღრმეებში შემოხვალთ, ანუ მე ხდება ბევრი საინტერესო ამბავი დანის სამყაროში და ერთ-ერთი მიმართულება არის დანების მოდიფიცირება. კი ბატონო. რომელსაც მთელ მსოფლიოში უკვე ძალიან მაგარი ტრენდები აქვს და ძალიან მიხარია, რომ ჩვენთანაც რაღაცა ძმები არის და არის ბრენდი ქართული Oxidizer Customs-ი, რომელმაც ჩვენი ასე ვთქვათ, ასორტიმენტიდან, მედანის ასორტიმენტიდან Kaiser Jacob Lundquist-ის დიზაინერი ვარატასი აიღო და აი, არ ვიცი, ნუ ანოდირება ტიტანს გაუკეთა, ძალიან საკაიფოდ, აი ძალიან მომწონს. ვიდეოში ალბათ ლუკა გვაჩვენავს უბრალო ვარატას როგორი იყო და ანოდირების მერე საერთოდ სხვა დანა როგორი ექსკლუზიური დანა გახდა რა და ანოდირებას, როდესაც ერთ დანას უკეთებ კონკრეტულს, იგივე 100%-იანი იგივე ეფექტს ვეღარ იღებ მეორე დანაზე რა. რეალურად გაქვს ექსკლუზივი რა. ხო და მოდი მას შერჩევას ვეხებით და ისევ შერჩევაზე ვთქვათ, როცა დანას არჩევთ და გინდათ რაღაც ექსპერიმენტები ჩაატაროთ, ტიტანი არის საოცარი მასალა და საოცარი შესაძლებლობები გაძლევთ, რომ დანას
სხვადასხვა ფერი მიაღებინოთ, სხვადასხვა ვერსიები მიიღოთ და მიგ- ერთი და ჩაგრიგოთ, ერთი და გამოვლიჯოთ. იგივე დანა შეიძლება ითქვას, რომ ერთი მარტივი რაღაცით სხვა დანა გახატოთ. ხო, ანუ შეგიძლია ის ნაკლატკებიც გქონდეს რა, ანუ ასე ვთქვათ, რამოდენიმე და შეცვალო რა. ეს კონკრეტული მოდელი არის, რატო შემოვიტოვე? ანუ ფიჯეტის, ასე ვთქვათ და ფუნქციურობის ძალიან კარგი ეს არის რა, ანუ ბიუჯეტი, ფუნქციურობა, ჭრა, ყველაფერი მშვენივრად აქვს და ოქსიდაიზერ კასტომა ოშიერად დაასრულა. ხო და მოდი ფიჯეტები არ განვიხილია და ფიჯეტის ვთქვათ, კარგად აუხსნათ ადამიანებს. ხო. ერთ-ერთი ჩვენი პრობლემა დანების მოყვარულების და მედანეების არის, რომ გვიყვარს დანების გახსნა დაკეტვა. და დანა რაც უფრო მრავალფეროვნად იხსნება და კომფორტულად იხსნება, ნუ ის უკვე ფიჯეტების კატეგორიაში გამყავს და ბევრად უფრო სახალისო გასართობი არის რა და ამ შემთხვევაში ნათელი მაგალითი არის აი ეს დანა მაგისი ძალიან ბევრნაირად, ძალიან მაგრად იხსნება ისე რომ და ფუნქციურადაც სიამოვნება არის. დანა ძალიან მაგარი შესრულების არის. მაგას ალბათ კიდე მე ბევრჯერ ვისაუბრეთ, რომ ჩინელები ძალიან მაგარ დანებს აკეთებენ, ძალიან ადეკვატურ ფასებად და ნელ-ნელა კიდევ უფრო აუმჯობესებენ ხარისხს. მოგიწოდებთ კიდევ და კიდევ, ანუ, რა ვიცი, აი მიბაძეთ oxidizer customs, ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლიათ და, რა ვიცი, ერთობლივად ვაკეთოთ ეს საქმე და აბა გემშვიდობებით. აუთავრეთ, მე მგონი გავეცთ ასეთვისე პასუხი. დანარჩენი კითხვები დაგვისვით და შევეცდებით ხოლმე არ გიბასოთ დაგვეცადეთ. გამოიწერეთ არხი. ეთილი. მადლობა ყურადღებისთვის. კარგად.